მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი არ გაზრდილა და პირიქით, ბოლო 1 წელში მონეტარული პოლიტიკა 1%-ული პუნქტითაა შერბილებული, ლარში გაცემული სესხები გაძვირებულია. დეკემბერში იპოთეკური კრედიტების განაკვეთმა ეროვნულ ვალუტაში საშუალოდ 12.6% შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1.3%-ული პუნქტითაა გაზრდილი. გაძვირებულია სამომხმარებლო სესხებიც და მათზე საშუალო განაკვეთი 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 18.1% შეადგენდა. როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, სესხების გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რიგი მიმართულებით გაზრდილი ხარჯებია. მათ შორის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გასული წლის ბოლოს ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნები გაიზარდა. ასოციაციაში ამბობენ, რომ ბაზარზე გავლენა აქვს ასევე ტენდენციას, როდესაც ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი მოცულობით დეპოზიტები ეროვნული ვალუტიდან უცხოურ ვალუტაში გადაკონვერტირდა. გარკვეულწილად ბაზარზე შეიმჩნევა დეპოზიტების გადადინება ლარიდან დოლარში. ამან რა თქმა უნდა გარკვეულწილად გაზარდა მოთხოვნა დოლართან მიმართებაში, რაზეც ეროვნულ ბანკმა ეგრევე მყისიერი რეაგირება მოახდინა და გაზარდა მოზრდილ სახსრებზე რეზერვების მაჩვენებელი. ამან თავის მხრივ გარკვეული დეფიციტი შექმნა საბანკო საშუალებებზე. საბანკო სისტემა ყოველთვის მოხარული იქნება, რაც მეტი იაფი რესურსი ექნება მას, იმიტომ რომ უფრო მეტი აქტიურობის საშუალება მიეცემა. საპროცენტო განაკვეთი შედგება ბევრი რისკისგან რა და აი ეს რისკები, რომლებიც ბაზარმა დაინახა, ეს რისკები უკვე ჩადებული იყო ამ განაკვეთებში და მაგან გამოიწვია, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მცირედით გაზრდა განაკვეთების. ფინანსისტების ნაწილი კი აცხადებს, რომ საბანკო სექტორის მხრიდან ლარში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები მოლოდინების, მათ შორის ინფლაციური მოლოდინების გაუარესებას უკავშირდება, რის გამოც გაზრდილი რისკების დაკომპენსირებას კომერციული ბანკები სწორედ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით ცდილობენ, თუმცა მათი ნაწილის შეფასებით, მიუხედავად გაზრდილი რისკებისა, მოლოდინია, რომ მომდევნო კომიტეტის ხდომაზე სები რეფინანსირების განაკვეთს კვლავ უცვლელად დატოვებს. ეს შეიძლება იყოს რისკის საქმის და ინფლაციის მოლოდინების გამწვავება, რომლისგანაც საკომპენსაციოდ ბანკებს სჭირდებათ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მათ მიაჩნიათ, რომ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით უნდა გაასესხონ იპოთეკური სესხები, იმისთვის რომ კომპენსირებულები იყვნენ, მოსალოდნენ ინფლაციის შემთხვევაში და ეს მოლოდინები ინფლაციის მიხედვით, რომ მიმდინარე ინფლაცია შედარებით დაბალია, მაგრამ ინფლაციის მოლოდინები აშკარად არის. ჩემსადაც დატოვებენ რეფინანსირების განაკვეთს, იმიტომ რომ მოლოდინები შეიძლება იყოს ინფლაციის ზრდის, მაგრამ ჯერჯერობით ინდიკატორები რაც ჩვენს ინფლაცია შედარებით დაბალია. ამიტომ არ მგონია, რომ ამ მომენტში ინფლაციით ისე შეშფოთებული იყოს ეროვნული ბანკი, როგორც გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. რატომ იზრდება საპროცენტო განაკვეთი? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ იზრდება რისკები. დღეს ქვეყანა არის არასტაბილურ მდგომარეობაში, ბიზნეს რისკები არის გაზრდილი. სავარაუდოდ წლის განმავლობაში გაუცვლელი კურსი გაუფასურდება, სავარაუდოდ გაიზრდება ინფლაცია. აი ეს ფაქტორები საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, თუ როგორი დინამიკა აქვს ზრდის თუ კლების საპროცენტო განაკვეთს. გაზრდილი არის იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი, მე ვარაუდობ, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება. კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში საბანკო სექტორში შეიმჩნევა, გასული წლის ბოლოს ახლად გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის შემცირება. 2024 წლის დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე სულ 360 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს. სესხების ეს მოცულობა წინა თვესთან შედარებით 7%-ით ნაკლებია, ხოლო წლიურ ჭრილში 14%-ით არის შემცირებული. როგორც ეკონომისტები განმარტავენ, მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე შემცირებული აქტივობა, რის გამოც მომხმარებლები ახალი ბინის ყიდვას და შესაბამისად იპოთეკური სესხების აღებას ერიდებიან. ეს შეიძლება იპოთეკური სესხების შემცირება დაუკავშიროთ პოლიტიკურ პროცესს. პოსტსაარჩევნო პერიოდის პოლიტიკურ პროცესს რომ დავარქვათ, პოსტსაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ კრიზისს, რაც იწვევს
პოლიტიკურ არასტაბილურობას და ზოგადად განუსაზღვრელობას. და ეს ბუნებრივია ჩვენთან ბინის ყიდვის ძირითადი მნიშვნელოვანი რესურსი არის საბანკო იპოთეკა და აისახებოდა იპოთეკით დაკრედიტების ან იპოთეკის შემცირებაშიც. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ბოლო 5 სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლოდ 8%-ზე შეინარჩუნა. თუმცა ბოლო განმარტებებში მარეგულირებელი მიუთითებდა, რომ გარე და შიდა ფაქტორების არასტაბილურობის ფონზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. მორიგის სხდომა სეფში 29 იანვარსაა ჩანიშნული.